საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე მეორე ვიდეო გადავიღო და მოგაწოდოთ ინფორმაცია. დღეს დილით დამიკავშირდა პოლიცია და ვიყავი პოლიციაში. ჩვენება მივეცი, ოქმი შევადგინეთ და ეხლა გამოვედი. სანამ პოლიციის ამბებს მოგიყვებით, მანამდე მინდა რომ მოგიყვეთ ამ კაცის შესახებაც. დამიკავშირდა მისი ოჯახის წევრი გუშინ და მომიყვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას აქვს გადატანილი ბავშვობაში მინინგიტი და აქვს ფსიქიკური პრობლემები. იწვა რაღაც პერიოდის საგიჟეთში და საგიჟეთიდან ცოტა ხნის წინ გამოუშვეს. არ არის რეალურად აგრესიული, ჩემთან მიმართებაშიც არ ყოფილა ეს ადამიანი აგრესიული. იყო საკმაოდ ზრდილობიანი და მშვიდი. და ეს ადამიანი მეუბნება, რომ მას ბავშვები ძალიან უყვარს, ცუდი განზრახვა არ აქვს და ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე მივიღე ბევრი სხვადასხვა შეტყობინება. ყველა თავის ისტორიას ყვება ამ კაცთან დაკავშირებით. ვიღაცეები ამბობენ, რომ უბრალოდ ხელის შეხება და მოფერებასა და ვიღაცეები ამბობენ, რომ მათთან უფრო აგრესიული იყო. მოკლედ ამ ადამიანების ისტორიები ძალიან გავს ერთმანეთს, უბრალოდ რაღაც მომენტებში განსხვავდება. ეხლა რაც შეეხება პოლიციაში რა მოხდა. მოკლედ დღეს დილით თავად დამიკავშირდნენ პოლიციიდან და მთხოვეს, რომ ადგილზე მივსულიყავი. ეხლა ზუსტად პოლიციაში ვიყავი. როგორც პოლიციაში მითხრეს, ამ ადამიანის შესახებ მათ აქვთ ინფორმაცია და ყავთ კონტროლ ქვეშ. მაგრამ ვინ აკონტროლებს, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ უკონტროლოდ დადის ეს პიროვნება ქუჩებში. დღესაც ერთ-ერთმა მშობელმა მომწერა, რომ ეს 60 სკოლის მიმდებარედ იყო. ერთი кейსი ჰქონდათ ამ კაცთან დაკავშირებით, ოღონდ ბევრად უფრო მსუბუქიო, ვიდრე თქვენი შემთხვევა არისო. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენება ჩავაბარე ხელი მოვაწერე და ვიკითხე, რომ ეხლა მეთქი რა მოხდება თქო, მითხრეს ესეთი რაღაც, რომ ჯერჯერობითო ესე ზუსტადო არ ვიციო, მაგრამ რადგან მძიმე გარყვნილ ქმედებაში არ არისო ბრალდებულიო, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ დავაკავოთო. სიმართლე გითხრათ, მე ამ ადამიანის დაკავება ნამდვილად არ მინდა და რადგან აგრესიული არ არისო, ვერც ძალით ვერ ვუმკურნალებთო. აი აქ ნამდვილად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ აუცილებელი არის ამ ადამიანის იზოლაცია პირველ რიგში, მე ესე ვფიქრობ. შესაძლებელია ეს ადამიანი აგრესიული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ აქვს ფსიქიკური პრობლემები და საკმაოდ რთული არის განსაზღვრო და ივარაუდო წინასწარ როგორ შეიძლება მოიქცეს სამომავლოდ. მე ერთადერთი ვიცი ის, რომ უცხო ადამიანებს, გოგოებს და მათ შორის ბავშვებს ეს ადამიანი კეთილი განზრახვით თუ ბოროტი განზრახვით ეხება, ეფერება და კომუნიკაციაში შედის, რაც ძალიან აშინებთ ბავშვებს. და მარტო შეშინებაზეც ხომ არ არის სერიოზული ტრავმა შეიძლება დაუტოვოს ადამიანს, როდესაც უცხო ადამიანი მოდის და უცებ ხელს გკიდებს ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა გკიდებდეს. მართლა გულწრფელად მეწოდება ამ ადამიანის ოჯახი, როგორც ვიცი, ყავს ხანში შესული მშობლები და მაქსიმალურად ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მარტო უმეთვალყურეოდ არ გაეშვათ ეს ადამიანი, მაგრამ ეხლა ვეღარ ახერხებენ. ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანი ვერ იღებს შესაბამის მკურნალობას და მართლა გულწრფელად ძალიან განვიცდი იმას, რომ მსგავს ადამიანებს არ აქვთ ისეთი პირობები, რომ იმკურნალონ და იყვნენ სხვა ადამიანებისგან იზოლირებულები, რომ სხვა ადამიანებს მსგავსი დისკომფორტი არ შეუქმნან. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ეხლა ამ ეტაპზე არის ის, რომ ბავშვებო, თუ ამ ადამიანს დაინახავთ, ეცადეთ რომ მოერიდოთ, არ შეგეშინდეთ, მაშინვე გაერიდეთ. მშობლებო, თქვენც მოგიწოდებთ, რომ იყოთ ყურადღებით და ძალიან გთხოვთ, როდესაც მსგავს სიტუაციას გადააწყდებით, აუცილებლად თქვენი შვილი არის თუ არ არის, აუცილებლად ჩაერთეთ ამ პროცესში, ოღონდ უბრალოდ განარიდოთ. რაღაცა ზომა მიიღეთ, ან ვიდეო გადაუღოთ, სოციალურ ქსელში დადეთ, პოლიციაში წადით, იჩივლეთ, არ ვიცი, რაღაცა გააკეთეთ, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში განეიწყალოთ სიტუაცია და ვიღაცა ბავშვი გადაარჩინოთ, მაგრამ ის ადამიანი ესე უბრალოდ არ გაჩერდება და უამრავი შეტყობინება შემომდის სხვადასხვა უბნებზე, გუშინ დილომში მომხდარა, საერთოდ სხვა პიროვნებაზე, იმ დღეს ვაკის პარკში მომხდარა, იმ დღეს სამას არაგველებზე მომხდარა, სხვადასხვა ადამიანებზე ყვებიან ამ ისტორიებს და ჩვენ საზოგადოება უნდა ვიყოთ ამ ყველაფერში ჩართულები, იმიტომ რომ მე პირადად კანონის იმედი ფიზიკურად არ მაქვს. კონკრეტულ პოლიციელს ამ შემთხვევაში ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ თუ კანონი არ კანონობს, იმ პოლიციელს არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანი ეს პოლიციელი იქნება, ექიმი იქნება, იურისტი იქნება თუ არქიტექტორი თუ ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაქცია მსგავსი რაღაცის დანახვის შემთხვევაში. იყავით ფრთხილად.